გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ. უპირველესად მინდა ვცირე ბოდიში მოვუხადო მაყურებას იმის გამო, რომ ჩვენ ორი გადაცემა გამოვტოვეთ. სამაგიეროდ სასიამოვნოა, რომ თვით მაყურებელმა გავახსენა ჩვენი გადაცემების შესახებ და დღეს ვაგრძელებთ ამ გადაცემას. ზოგჯერ არის ხოლმე ასეთი შეკითხვაც, რას მოიტანს ეს გადაცემა, რა შედეგს მოიტანს. ამას შეიძლება ჩვენ ასე უპასუხოთ. შეიძლება ეს კითხვა დაისვას ნებისმიერ გადაცემაზე, საერთოდ ტელევიზიით. დაახლოებით კი ასე, რომ დაუშვათ ადამიანი რომ მოგდევს დანით მოსაკლავად და გეუბნებიან გაიქეცი და შენობა რა შედეგს მოიტანს. როცა ქვეყანა უბსკურის წინაშეა და როცა ჭირდება ამას საზოგადოების აზრი, აუცილებელია ჩვენი აზრი გამოიხატოს. თქვენ იცით გადაცემის ფორმის შესახებ. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ჩაერთოთ პირდაპირ ეთერში, შეგიძლიათ ტელეფონით გამოგზავნოთ შეკითხვები და მინდა ერთი სიახლე შემოგთავაზოთ. თუ თქვენ გაქვთ შეკითხვები კონკრეტული პირის მიმართ, თქვათ არის სამართლებრივ საკითხებზე, ეკონომიკურ საკითხებზე და სხვა, შეგიძლიათ ეს შეკითხვები გამოგზავნოთ წერილობით, ტელევიზიის საშუალებითაც და ჩვენ ყველა შემთხვევაში ვეცდებით პასუხი გაგცემთ. უпростоად გავაცემოთ პასუხი მას კონკრეტულ პირს, თანამდებობის პირ, როგორც ვინც არ უნდა იყოს ის, ვისაც ეს ეხება. რა თქმა უნდა, მე ვერ დაგვირდებით, რომ პრეზიდენტთან ჩავალდა, მაგრამ თუ შეიძლება მინისტრთანაც შევიდეთ და ასე შემდეგ. ოღონდაც უნდა მივუთითოთ თქვენი ბინის ნომერი, გვარის სახელი და ასე შემდეგ. შეგიძლიათ თქვენი თემები შემოგთავაზოთ, ისე რომ თქვენ სრული უფლება გაქვთ ამის. და კიდევ ერთი რამ. ჩვენ ახლა საერთოდ პირობითი გადაცემები, პირობითი ხასიათის ატარებს ეს ზოგად თემებზე, რომელსაც დღეს ასევე გავაგრძელებთ ჩვენ. მომავალში კი თვითონვე ჩვენი გადაცემა იქნება კონკრეტულ თემებზე, თქვათ ეკონომიკა, ხელოვნება, სამართალი და ასე შემდეგ. ასე რომ მე წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი ჩვენი გადაცემა იქნება კულტურაზე, კონკრეტულად თეზაზე, კულტურა გადაარჩენს საქართველოს, ჩვენმა გადავარჩინოთ კულტურა, ასე რომ მსურველებს შეუძლიათ წინასწარ მოებზადონ მონაწილეობის მისაღები. დღეს კი ვაგრძელებთ თემას საით მიდის საქართველო. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი ვასო ობახიძე. ბატონი ვასო ცნობილია ის ქირურგი გახლავთ, ის ცნობილი არის არა მარტო თავის რაიონში თავისი პროფესიონალიზმით, არამედ რაიონის გარეთაც. ამ დროს ის გახლავთ კარგი მოქალაქე ადამიანი, ვისაც ტკივა პრობლემები თავისი ქვეყნის და თავისი ხალხისა. ბატონო ვასო, ახლა მინდა მაყურებელთან ერთად ერთი ეპიზოდი გიამბოთ. რუსთაველის პროსპექტზე მივდივარ და ეს სიმღერა რომ არის, გიხაროდნენ, ახალი გამოსული არის მაშინ. მოგესწრებათ ეს გარკვეულად კონიუნქტურული მუსიკა გახლდათ, სიმღერა გახლდათ, იმის მიუხედავად რომ ძალიან კარგი სიმღერა არის და შესანიშნავი კომპოზიტორის დაწერილია ის და სამი მამაკაცი წამომეწია და საუბრობენ ისე. ერთი ეკითხება მეორეს. კი, მაგრამ აი ახლა სიმღერა არის ასეთი გიხაროდნენ. და რა უნდა მიხაროდეს ვერ გავიგე. მეორე მუთხრა, კი, მაგრამ შენ არ გესმის არც პოლიტიკა, არც თანამედროვეობა. აი მაგალითად, შენ რომ ჯიბეში ფული არ აგაქვსო, ვერ წაგართმევსო. ვერ ამოგაცლე ჭირიდან, ესე იგი შეგიძლია გიხაროდეს. ესე სიხარული საჭირო, ალბათ ძალიან ხშირად ბევრი რაღაცები გვიხაროდა. და ჩვენ დიდი ხანია არ გამგვიცდიათ ჩვენი ქვეყნის თქვათ პირველობით გამოწვეული სიხარული. თქვენ გახსოვთ ალბათ გვიხაროდა, როდესაც მსოფლიოში პირველ ადგილზე ვიყავით უმაღლესი განათლების მქონე პირთა რაოდენობით. ეს ჯერ კიდევ ვიდრე უმაღლესი სავალდებულო, ასე ვთქვათ, სავალდებულო უმაღლესი განათლება შემოვიდოდა. ჩვენ პირველ ადგილზე ვიყავით ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი სასმელის მოხმარების რაოდენობით. დღეს ალბათ უმუშევართა და გარკვეულ წილად სამუშაოდ სხვაგან გაქცეულ ადამიანთა რაოდენობითაც ალბათ ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვართ. აი ახლა მათხოვრების და ამ საკითხებზე ალბათ მუშაობენ, რომ შეიძლება ამ სფეროშიც გარკვეულად წამყვანი ადგილი დავიკავოთ სამწუხაროდ. და აი ახლა ახალი ცნობა მივიღეთ. გერმანიაში ბაზირებული საერთაშორისო ორგანიზაცია ტრანსპრესი ინტერნეშნალი გვაცნობებს,
რომ კორუმპირებულობის დონით საქართველო 95 ადგილზეა 100 ქვეყანას შორის. ესე იგი ეს არ გავიგოთ ქვემო ეს აქ ხაზომი არის პირიქით. ესე იგი რაც ქვემოთ არის ციფრი. ესე იგი 95 ნიშნავს რომ ეს უკვე ბოლო ათეულში არის საქართველო. ალბათ დასაფიქრებელია და აი ჩვენ როგორი ქვეყნები ვისწრებენ იცით? მაროკო, ზიმბაბვე, ნამიბია, მონღოლეთი, იამაიკა, მოზამბიკი, ზამბია, სენეგალი, განა, ნიკარაგუა. აი ეს ქვეყნები ვისწრებენ წინ. ალბათ მკითხველს აინტერესებს ვინ არის პირველ ადგილზე. არა კორუმპირებულობის, არამედ არა კორუმპირებულობის მიხედვით. ესე იგი სუფთა ქვეყანა რომელია ყველაზე უფრო მსოფლიოში. აი ამ კლასიფიკაციით, რომელიც ამ ორგანიზაციამ მოგვცა. აი პირველ ადგილზეა დანია. ესე იგი პირველ ადგილზეა ნიშნავს რომ საერთოდაც არ ყოფილა აქ საერთოდ კორუფცია როგორც ჩანს. შემდეგ მოდის ფინეთი, ახალი ზელანდია წარმოიდგინეთ მაინც შვეიცია, კანადა, ნიდერლანდები, ნორვეგია, შვეიცარია. და ალბათ გაინტერესებს ბატონოს ამერიკა მე-18 ადგილზეა. ნუ ამის და მიუხედავად მე-18 ადგილზე ამერიკა. აი ეს თუ სასიხარულოა. თქვენ რა სიტყვით ბატონოს? როგორ შეაფასებდით დღევანდელ ვითარებას რესპუბლიკაში? უპირველესად მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. მოთმინებას უსწრებ ამ მრავალტანჯულ ერთ და ხალხს. თუ საით მიედინება ჩვენი დღევანდელი ყოფიერება, ძალიან რთული განსასაზღვრია. რამდენადაც დღესდღეობით, რაც კი საქართველოს თავისი დამოუკიდებლობა იზეიმა, ფიქრობ დამოუკიდებლობის ნაგებად მონობა მოიპოვა. ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი არც ჯარი, რასაც ჯარი ქვია, არც თავის საზღვრების დაცვა, რომელსაც არ გააჩნია ეკონომიკა, კაპიტალი, ნიშნავს ის დამოუკიდებელი შეუძლებელია იყოს. და ქვეყანა, რომელიც სხვაზეა დამოკიდებული, ქვეყანას, რომელსაც ყველა წამყვანი დარგები მინდობილი აქვს სხვა ქვეყნის ადამიანებზე, უნებრივია იმ ქვეყნის საქმე ვერ წარიმართება ჩემის მარწმენით, მე რასაკვირველია ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე ვარ და ჩემს სუბიექტურას გამოსახამ, რომ ასეთ ქვეყანაში მდგომარეობა უფსრულისაკენ წავა. აი ეს შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით შეუძლებელია განსაზღვრო, რა გზით წავალთ, როგორ წავალთ, ვიდრე საკუთარ თავს, საკუთარ მეს, საკუთარ ქვეყანას არ დავეუფლებით და არ მოვიპოვებთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. გეთანხმებით და თუ თქვენთვისაც საინტერესოა ალბათ ჩვენი მაყურებლისთვისაც მე როდესაც აქ მოვდივარ და გადაცემა მიმყავს რამდენიმე ინფორმაციას ვაცნობ ხოლმე მათ შორის რესპუბლიკური გაზეთებიდან. ამავე დროს მინდა ჩვენს მკითხველებს, ჩვენს მაყურებელს უთხრა რომ არც ერთი ინფორმაცია ეს არ არის ასე ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ ოპოზიციური გაზეთები. ამას ხას იმიტომ ვუსვამ რომ აი არ უნდა გაგიკვირდეთ რას წერენ თვით სამთავრობო გაზეთები ჩვენი ცხოვრების შესახებ რომ არ იყოს ეს მოულოდნელი მათთვის და არ იფიქრონ საიდანღაც არის მოტანილი ეს ინფორმაცია. მე მინდა ერთი აბზაცი წავიკითხო მასთან დაკავშირებით. ყველამ ვიცით რომ ცუდ დღეშია საქართველო. მაგრამ უბედურება მარტო ეს როდია. უბედურება არ წმენის საბოლოო დაკარგვის საშიშროება. დიდი ხანი ასე დღეში ვართ, სტაბილურად. და მაინც მავანი რიხიანად ცდილობენ დაგვარწმუნონ რომ თურმე ეკონომიურ და პოლიტიკურ კრიზისში კი არ აღმოჩნდით, არამედ ვადგავართ გზაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გავიაროთ. თუნდაც 50 წელი დაგჭირდეს. ეს ხანგრძლივი გზა ხალხისთვისაა და მაინც ხალხი ელოდება, როდის გადაიქცევა ქვეყანა სახელმწიფოდ. თავისით კი სახელმწიფო არ აშენდება. ვერც ერთი და ორი კაცი გაართმევს ამ რთულ საქმეს თავს. სახელმწიფო ხალხმა უნდა ააშენოს. ეს პროცესი ჩვენთან თითქმის 10 წელია მიმდინარეობს. საქმეს ბოლო კი არა, გონი თავიც არ უჩანს. როგორც ვხედავთ, სურვილი ერთია, საქმე და შენება კი რთული ყოფილა. სახელმწიფოს დღევანდელი მშენებლები პიროვნებები არ არიან. ისინი ქვეყანას კი არ აშენებენ, არამედ იშენებენ საკუთარს და იშენებენ დაბნეული და დაბეჭდებული ხალხის ხარჯზე, რომელთაც ჯერ კიდევ ვერ გაიგეს რა ხდება. ნაწილმა კაპიტალისტურ ქვეყნებში შეაფარა თავი, ნაწილმა აქვე დიდ ბაზრად გარდასახულ დედაქალაქს, ნაწილმა ტყეს, ნაწილმა კი მათხრობა დაიწყო. სამწუხაროა ეს. კიდევ ვიმეორებ, ეს არის ოფიციალური გაზეთიდან, რომელიც ახლა მიგაგაცემა. გული გეტკინება რა თქმა უნდა. კაც, გული გეტკინება ის, როცა შენს ქვეყანაზეა, როცა შენივე შვილი გამოთქვამს ამას და არა უცხოვილნე. და როცა ესე გულწრფელად ლაპარაკობს და მე კიდევ მინდა უთხრა
უთხრა მათ ვინ ჩვენ გვისმენს. უთხრა მათ იმ ადამიანებს ჩვენ გადაცემაში ბატონო ვასო ასეთი სტილი, ასეთი ფორმა შემოვიდოთ, რომ ჩვენ პირველ პირებს არ ვიწვევთ. ეს არ გაიგონ მათ თითქოს ჩვენ რაიმე ოპოზიციაში ვართ, ან ვინ დავიღოთ მათთან. არა, პირიქით. უბრალოდ ის მინდა გითხრათ, რომ აი გადაცემა საქართველოში არ არის არხი, უბრალოდ პროგრამა, რომელიც აი ასეთ რიგით ასე ვთქვათ ადამიანებს, რომელსაც ჩვენ ელექტორატს უწოდებთ, რომ ასეთი თქვა ტრიბუნა კონდეს სასამართლო. და კიდევ ერთ რამ მინდა ვთქვა. თვით ხელისუფლებისთვისაც გაცილებით კარგია ყოველივე ეს. ჯობია 50 და 100 კაცის მოსვლას, როცა უკვე ასე ვთქვათ, უკვე აღარ შეუძლიათ მოთმინების პირა ევსებათ, ჯობია რომ ადამიანებს ტელევიზიის საშუალებით მოусმინოთ. უსმინოთ მათ, გაიგონ მათ, რას ფიქრობენ ისინი და რას სურდა, როგორ უნდა თვით ამოუდგნენ მხარში თუნდაც იგივე ხელისუფლებას. ახლა კი ბატონო ვასო ალბათ ჩვენი მაყურებელი ის თქვენ გიცნობთ ზოგი ალბათ ვიზუალურადაც შეიძლება ისედაც გაუგონია, იმიტომ რომ თქვენ ისეთი პროფესიონალი ბრძანდები თქვენი საქმის რო გიცნობენ ხალხი ალბათ შეუძლებელი იქნება ჩვენ გვერდია უვაროთ იმას რომ თქვენ ეკიპი ბრძანდები და იმ თემას არ შევეხოთ მაინც თუმცა მე ალბათ შესავალში ჩვენ როცა ვისაუბრეთ ვამბობდით რომ ჩვენ რა თქმა უნდა ყველა საკითხზე ვისაუბრეთ მაგრამ ხომ არ შეიძლება გვერდია უვაროთ იმას რასაც ქვია მედიცინა რომელსაც ყველაზე დიდი პრობლემაა ალბათ დამეთანხმებით ბატონო ვასო და რასაც ქვია ექიმი და ავადმყოფი აი ამის შესახებ თუ შეიძლება თქვენი აზრი მოგასწრებთ ექიმი და ავადმყოფი და მათი ურთიერთობა შორეულ ისტორიულ წარსულიდან მოდის. ექიმი ადამიანებისათვის მით უმეტეს ავადმყოფებისათვის და მათ ჭირისუფლებისათვის ოდითგანვე იმედის და ასე ვთქვათ რწმენის პიროვნებად ითვლებოდა. სამწუხაროდ ეს ტრადიცია დიდხანს გრძელდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ დღესდღეობით რამდენადმე გართულებულია. მე აქვე პატარა ის უნდა მოგახსენოთ, გადახვიო სავლით რა, როდესაც პირველად დღევანდელი პროგრამა შემოვიდა, რომელსაც მთელი ტელევიზიით, პრესით ყველა იწონებს, მათ შორის პროგრამაზეა ბატონო ვასოეს ლაპარაკი. სამედიცინო პროგრამა, რომელიც დღეისათვის მოქმედებაში. კი, სამინისტრო მიიღო თქვენ მოსამართლე. დიახ, სახელმწიფო. კი. მოგეხსენება სამინისტრო იზოლირებულად არ არის და თუ სახელმწიფო პარლამენტს თუ პრეზიდენტს თუ სხვა უფრო ასე ვთქვათ თანამდებობრივად მაღალ ნომენკლატურულ მუშაკებს არ ესურვებოდათ, სამინისტრო და მინისტრი ვერ მიიღებდა. ჩვენ შეხვედრა გქონდა რაიონის ხელმძღვანელებთან და ყველამ ჩვენთანაც აქო. მე მაშინ ვთქვი, რომ ეს პროგრამა არის სატანური პროგრამა. ქვეყანაში სადაც არ არის სამუშაო, ხალხი არ არის დასაქმებული შრომისუნარიანი და ის ვინც დასაქმებულია არ არსებობს ხელფასი. ეხლა მე მომიტევოს მაყურებელმაც და თუნდაც თანამდებობრივმა პირებმაც ხელფასს როგორ შეიძლება დაუძახო ადამიანმა, როცა თვიური ხელფასი 12.8 და 10 ლარს შეადგენს. როცა მინიმალურ არსებობაში სჭირდება სუმცირე 100-120 ლარი. აი იმ ქვეყანაში სადაც არ არის ესე იგი ხელფასი, როგორ შეიძლება სამედიცინო დახმარება, სამედიცინო მომსახურება იყოს ისეთი ძვირადღირებული, როგორც დღეს ჩვენთან არის. რომ თითოეულ ოპერაციას 500, 1000 და კიდე 1000 ზემოთ დოლარები სჭირდება. ამას ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა როგორაც არ უნდა იშრომო, რა თავდადებითაც არ უნდა იშრომო, ვერ მოიპოვება. იმას ვისაც ასეთი მდგომარეობა შეექმნება, უნდა გაყიდოს სახლი, უნდა გაყიდოს ცხოველი, სოფელში პირუტყვი და თუ კი რამე აბადია, ყველაფერი უნდა გაყიდოს. აქედან გამომდინარე, ადამიანს, რომელსაც ასე უჭირს, არ აქვს საშუალება, რომ თავის ჯანმრთელობა თუ თავის ახლობლის ჯანმრთელობა დაიცვას და წააწყდება ასეთი წინამდებობას, მას შინაგანად უჩნდება უკმარისობის დიდი გზნობა სამედიცინო დარგის მუშაკების მიმართ. სამწუხაროა, მაგრამ დღეს სახელმწიფომ ეს მოახვია თავს ხალხსაც და მედიკებსაც. მე მინდა გულისკევილით აღვნიშნო, რომ ამით არა მარტო ხალხი ზარალდება, არამედ სამედიცინო დარგის მუშაკებიც ზარალდებიან განსაკუთრებით მორალურად და ფსიქოლოგიურად. გაჭირებულს რომ დახმარებას ვერ აღმოუჩენ, ამაზე დიდი ფსიქოლოგიური ტრაუმა მიმაჩნია, რომ არაფერი არ არის. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ რამენაირად ეს უნდა გაითვისოს სახელმწიფომ და თანდათანობით თუ არ რაიმე საშუალება საბიუჯეტო ფინანსებიდან უნდა უზრუნველყოს ასეთი გაჭირებული ხალხის დახმარება.
ეს შემიძლია მოკლედ თქვა, ვინაიდან ეს შედარებით სატელევიზიო პატარა საუბარი არის. ესე იგი დამოკიდებულება დღეს ექიმსა და ავადმყოფს შორის. ექიმსა და ავადმყოფს შორის მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ აი თუნდაც ქარელის პოლიკლინიკაში მოსული არც ერთი მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია არც ერთი ლარი და არც ერთი რა ქვია თეთრი დახმარების გარეშე არ მიდის. მაგრამ ისეთი დახმარებები, რომელსაც მატერიალურად დიდი ხარჯი სჭირდება, ამას ბუნებრივია ვერც ერთი ექიმი ვერ შეძლებს და ვერც ერთი დაუშვათ სხვა პერსონალი ვერ შეძლებს, რომ რომელიმე მოქალაქის მაგივრად გაიყოს. ეს რომ ეს დიდი გადასახადი მაინც ხალხს აწევს ტვირთად, რომელიც არ შეუძლია და რომელიც ძალიან დიდ უკმაყოფილებას და ასე ვთქვათ, ძიმე ფსიქოლოგიურ ფაქტორს ქმნის ხალხში და სახელმწიფოში. არ ვიცი ახლა ბატონოს რამდენად მართალია, რასაც ახლა მე ვიტყვი, იმიტომ რომ ეს 2-3 წლის წინ, როცა ესე იგი თქვენი ეს პროგრამა, რომელიც ახსენეთ, ეს პროგრამა ჩამოყალიბდა და მიღებული იქნა სამინისტროს შემდეგ, ერთ-ერთ თათბირზე უკითხავთ მინისტრის მოადგილეს, ახლა რომელი მოადგილეს მე ვერ გეტყვით. უკითხავთ მინისტრის მოადგილისთვის, რომ აი რა ქნას ავადმყოფა, მე ვაგრძელებ ახლა თქვენ საუბარს, აი რა ქნას ავადმყოფმა რომელსაც არ გააჩნია ფული, რომ თავისი ოპერაციის საფასური გადაიხადოს და ასეთი პასუხიაცა უნდა მოგვდეს. ეს შეიძლება ითქვას, რომ უაღრესად გულსატკენი ფაქტია. გულსატკენია იმდენად, რამდენადაც კაცი, რომელიც მინისტრის მოადგილის დონემდე ავა და ასეთ პასუხს გასცემს შეკითხვაზე, თავისთავად ხადია გულსატკენი. რამდენადაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ძალიან ბევრი მშრომელი ადამიანიც არის, კეთილსინდისიანი ადამიანია, პატიოსანი ადამიანია, დაუზარელი ადამიანია, მაგრამ მას არ შეუძლია დიდი ოპერაციის ან დიდი მკურნალობის ფული იშოვოს, მოიპოვოს და ასე ვთქვათ, შემდეგ გადიხატოს, რომ თავისი ჯანმრთელობა დაიცვას. ეს ძალიან საწყენია, ვინაიდან დღესდღეობით, ალბათ ცივილიზებულ სამყაროში არსად მსგავსი მოვლენები არ არის, არსად. ახლა ჩვენ ვარწმუნებენ, რომ მედიცინა რო გადარჩეს, ეს პროგრამა შემოიღოს და რომ არის ეს დასავლეთის ტიპის პროგრამა, მაგრამ ავიწყდებათ, რომ დასავლეთის ტიპის პროგრამაზე უნდა გადავიდენ მაშინ, როცა შრომის პირობები, შრომის ანაზღაურება, ცხოვრების დონე იქნება დასავლური დონისა. იქ სადაც თვეში 2000 და 3000 დოლარი აქვს ნებისმიერ მოსამსახურეს, იმას რომ დაჭირდება სამედიცინო მომსახურება, ის სულიერად თავისუფლად გადაიხდის $1000-საც, $2000-საც. მაგრამ იქ სადაც $1000 და 2000 მე მაპატიოს მაყურებელმა, რომ ლარით არ ვლაპარაკო, ვინაიდან ჩვენს პროგრამებში მთლიანად დოლარები არის ჩაშვებული, როდესაც არა ზუსტად ასეა, ჩაწერილია პირდაპირ აი ამდენი დოლარი ღირს. ჯერ ესაა შეურაცხყოფელი, რომ ქვეყანა არსებობს, ფული აქვს და ამ დროს თავისი ლარით კი არა, დოლარებით აქვს შეფასებული, ესა თუ ის, რა ქვია, სამედიცინო манипуляция, ქირურგიული манипуляция. აი, მაშინ დააპროგრამოს ესე და მე ვიტყოდი, აი მე მედიცინის მუშაკი ვარ, ექიმი ვარ, შეიძლება ის მინისტრის მოადგილეს ხონდეს საწილებლობა და მოусმინოს ამ გადაცემას, მაგრამ სირცხვილი იმ მინისტრის მოადგილეს, რომელიც ასეთ განცხადებას გააკეთებს. ყველაფერს დავიდანებოთ ეს კაცთმოყვარეობის და ადამიანური დამოკიდებულების ამბავია. თორემ შეიძლება მართლაც მოხდეს ის რომ კაცი ეს სხვასაც განუცხადებია სხვათა შორის. თანამდებობის პირებს. ბატონოს მედიცინას მაინტერესებს. აი, როდესაც რაიმე გლობალური საკითხი, ну, თქვათ, მაინც მასშტაბური საკითხი წყდება ქვეყანაში, არის ხომ რაღაც რეფერენდუმის მაგვარი, ხალხს ეკითხებიან, გარკვეული გამოკითხვა მიმდინარეობს. აი, როცა მნიშვნელოვანი საკითხია. თუ იყო ასეთი რამ, რომ აი თქვენი აზრი მედიკებს, ექიმებს თუ შეეკითხებთ, თქვათ, სამინისტრო ან იგივე პარლამენტი, ვინც წყვეტდა ამ საკითხებს, რომ აი ეს მიეღოთ ეს პროგრამა. რაიმე ამდაგვარი ან ჩაატარეს რაღაც თათბირი, ან თქვენი აზრი აინტერესებს, ან გაიგეს თუ გაიაზრეს რაიმე. ეხლა პირადად ჩემი აზრი რომ არავის აინტერესებდეს, თავისუფლად შეიძლება, რამდენადაც მე ერთი რიგითი ექიმი ვარ და ათასობითაა ჩვენს რესპუბლიკაში ექიმი, მაგრამ არა მარტო თითოეულ პერსონალურად თითოეული ექიმის აზრი, არამედ სამედიცინო დაწესებულებების აზრიც არ უკითხი არ არის. ეს თვითონ სახელმწიფომ გადაწყვეტა, სამინისტროს აპარატმა გადაწყვეტა და ასე ვთქვათ, თავზე მოგვახვიეს ყველა მედმუშაკს, ვისაც სურს, მოგწონს თუ არ მოგწონს. გვინდა არ გვინდა ამ პროგრამით უნდა ვიმუშაოთ. ისე სხვადასხვა თქვენი მინისტრი ერთ-ერთ რესპუბლიკის პირველი მინისტრია. არა, სხვადასხვა როგორც მინისტრი ახლა მე პირადადაც ვიცნობ და ვიცი ეს ენერგიული კაცია, მაგრამ არის რაღაცა ისეთი საკითხების გადაწყვეტა, რომელიც მარტო არც მინისტრი არ არის დამოკიდებული და ალბათ რაღაცა აი იმ რეფორმებთან არის დაკავშირებული, რომელიც ასე მოდად იქცა საქართველოში დღეს რეფორმების კეთება რა. გამორიცხულია რა, ახლა ბატონ ავთანდილის მეც ვიცნობ, რამდენჯერმე ჩვენ რაიონში გარკვეული სიტუაციური მდგომარეობის გამო აქ იყო
ემასთან მისაუბრია, მომისმენია, მისი გამოსვლა ძალიან ჭკვიანი კაცია, ძალიან საზრიანი კაცია, ძალიან ტაქტიანი კაცია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა საბოლოოდ ძიმე მდგომარეობამდე მიიყვანს. სხვადასხვა გადაცემების პერიოდში, გადაცემებში რეკლამებს იყენებენ ხოლმე და მე რეკლამებს მაგერად ინფორმაციას ვაწოდებ ჩვენს მაყურებელს და მინდა კიდევ გავაკეთო ის წინადადება, რომელიც ეგან შევწყვეტე. უღარიდეს პირობებში ჩავარდნილი ქვეყანაში ხალხის პიროვნებებად და მოქალაქეებად ჩამოყალიბების ნაცვლად მიმდინარეობს მათი დაბეჭავება. მორალური დაკნინება, ბრბოდ ქცევა, დამცირებული შეურაცხყოფილი ადამიანები იმდენად მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ გარემოში იმყოფებიან, რომ ბევრი მათგანი ყოველგვარი სახელმწიფოებრივი ზრუნვის გარეშე აღმოჩნდა. მათხოვრები, უმეთვალყურეო, პატრონო ბავშვები, მეძავები. აი ბატონოს ხშირად დაგვირგვებულ ვარ, რომ ადამიანები, აი ჩვეულებრივ ისინი, ვინც ნორმალური ადამიანები არიან. ისე როგორც ვიცნობთ მათ. ამ ბოლო ხანებში, ბოლო წლებში, ალბათ ამ ბოლო წლების გამო, გარკვეულად იმდენად ფსიქიკურად დაძაბულები არიან, რომ ბევრთან ლაპარაკიც კი შეუძლებელი ხდება. იმდენად ფსიქიკურად არიან აგზნებულები, გარკვეული უმცირე სიტუაციებშიც კი, იქ სადაც შეიძლება ძალიან უბრალოდ გაარკვიონ ურთიერთობა ადამიანებს. აი ძალზე აგზნებულია ხალხი. აი ფსიქიკურად, ფსიქოზურ მდგომარეობაშია. ამბობენ, რომ ეს არის მოსახლეობის ძალზე დიდი ნაწილი, რომელიც ამ მდგომარეობაში. თქვენ რა სიტყვით ამის შესახებ? არის როგორ ასეთი? დიდი ნაწილი კი არა, ვფიქრობ ბატონოვასო, აბსოლუტური უმრავლესობა ამ მდგომარეობაში. მედიცინაში არის ასეთი ზეზღურბლოვანი შეკავება. ესე იგი, ესა თუ ის გამღიზიანებელი ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმზე მოქმედებს გარკვეული, ასე ვთქვათ, ძალით და ორგანიზმის ადეკვატურ რეაქციას აძლევა. მაგრამ თუ ეს გაღიზიანება გადაცილდა გარკვეულ ზომას, რომლის ატანაც აღარ შეუძლია ამა თუ იმ ორგანიზმს, ცოცხალ ორგანიზმს, მაშინ ხდება ეგრეთ წოდებული ზეზღურბლოვანი შეკავება. ესე იგი, მისი შინაგან, ასე ვთქვათ, ნერვული სისტემა ინგრევა და აღარ პასუხობს. აი მე ვიტყვით, რამოდენმა სოციალურმა მდგომარეობამ ხალხი მიიყვანა სწორედ ზეზღურბლოვან მდგომარეობამდე. ესე იგი და იმის დამიხეით, ვისი ფსიქიკა, ვისი ასე ვთქვათ, ნერვული სისტემა რა მდგომარეობაში არის, მას შეეძლო თუ არ შეეძლო, აი იმის დამიხეით უკვე თანათანობით გამოიკვეთა ადამიანთა ფსიქიური ჯანმრთელობის მოშლას, ფიზიკური ჯანმრთელობის მოშლას და მოგეხსენებათ ფსიქიური ჯანმრთელობის მოშლა რო იწყება, იქ ურთიერთობას მოშლილია ადამიანებს შორის, კონტაქტი მოშლილია, სამსახურებრივი მოვალეობა, რა ქვია, მოშლილია მეტნაკლებად და აქედან გამომდინარე, გამორიცხულია რომ ადამიანები თვითკვლელობის დონემდეაც კი მივიდნენ და მიდიან უკვე და ასე ვთქვათ, ბოროტმოქმედების ჩადენადაც უარი არ სხვა. ამაზე რაც პირველია სახელმწიფომ უნდა თანდათანობით უნდა იზრუნოს და იქნებ რამენერად შეძლოს რომ შემოაბრუნოს სოციალური მდგომარეობა, რაც ხალხი კატასტროფის მდგომარეობის წინაშე არ დააყენოს. ბატონო, აი რომ თვითკვლელობა ახსენა თქვენ და საკმაოდ გახშირდა თვითკვლელობის ფაქტები. ეს რა თქმა უნდა გამოწვეული არ არის იმით, რომ უბრალოდ ვინმეს ფარმიდან უბრალოდ გადმოსვლა უნდა და არის ალბათ იმის მიზეზი სოციალური მხარეა ეს, რომ აი ასაკოვანი ადამიანებიც, აი ამასინად გადმოსცეს ტელევიზიით, რომ ეს იყო ხალი, ხნიერი ხალი უკვე გაუჭირდა ალბათ იქამდე მივიდა. ესე იგი მაქსიმალურად, მაგრამ იცით ბატონოასო, დღეს როცა ვფიქრობთ, რომ აი სახელმწიფო უნდა ვიქ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ის ყველა ადამიანი. მაგრამ იმ ადამიანებმაც, ვის ხელშიც არის ის ბიზნესი, რომელსაც ჩვენ ისე ვეძახით ძალიან ზოგადად. იმ ადამიანებმაც, იმ გარკვეულ ნაწილს, ადამიანთა იმ კატეგორიას, ვის ასე ძალიან უჭერს. უნდა რაღაცა მოიფიქრონ, რაღაცა შეიკრიბნონ და აუცილებელი არ არის პარლამენტი გაიმართოს და პარლამენტში საკანონმდებლო რაღაცა აქტი მიიღონ. შეიძლება ადამიანებმა უბრალოდ აი ქართული ხალხი არიან, ასე. რამდენიმე ბიზნესმენი, ვისაც რაღაცა შეუძლია. დასწრენ მოილაპარაკონ, გაიაზრონ. იქნება აი ამ უკიდურესად გაჭირებულ ხალხს ელაპარაკი. იცით ეს ხალხი აგრეთხულია, არავინ არ თქოს ეს ხალხი აგრეთხული. იციან ძალიან კარგად, რომელ ქალაქში ვინ არის ამ უკიდურესად გაჭირებულ მდგომარეობაში. რომ იყვიდეთ სიები იმ გამგლებებსაც იმათ აქვთ იციან ეს ხალხი. ვინ არის რა კატეგორია, მაგრამ სხვა არის ერთი საქმე ერთი ცოდნა და სხვა არის მეორე დახმარების ის შესაძლებლობებიც, რა თქმა უნდა, სურვილიც. და წილხვედრის რა თქმა უნდა იმისა რომ ვისაც რა ეკუთვნის ჩვენ ის უნდა მივიღოთ. მე გავაგრძელებ კიდევ ერთი ფრაზის კითხვას და შემდეგ მინდა ერთი ძალიან საინტერესო და ძალიან მტკივნეულ საკითხზე მინდა თქვენი აზრი მოვისმინოთ. ქვეყანაში საზოგადოება იშლება და ხალხის ორი შტო ბალანსდება. ღატაკებისა და მდიდრების. ორივე შტო ბრბოა.
ორივეს ერთი საერთო პრობლემა კუჭი აერთიანებთ. ერთ შიმშილისა, მეორეს გაუმაძღრობის გამო. ჩვენი დღევანდელი ყოფის სურათით სახეზე გვაქვს. ერთი მხრივ თბილისის ზოგიერთი პრესტიჟული უბანი უცხოური პანორამით, ფეშენებელური სასახლეებით თუ მდიდრული კოტეჯებით. მეორე მხრივ ქალაქის შელამაზება ახალი კოსმეტიკით, მეძავებით, წვიდმანი ხულიგნებითა და თაღლითებით, ბინძური ანტისანიტარული ბაზრებით, სადაც კარ გამოკეტილი, სიცოცხლე ჩამკვდარი სოფლებიდან და რაიონებიდან გამოქცეული ადამიანები ჩალიჩობენ და ასე თურმე საბაზრო ეკონომიკა ვითარდება. ამგვარად გვარწმუნებენ. მე მინდოდა მეკითხა ახლა თქვენთვის ბატონო ვასო, როდესაც შევეხეთ ამ მოვლენებს, განსაკუთრებულ მოვლენებს. იყო ასეთი ფაქტი, რომ ერთ-ერთმა იეღოველმა, ახლა სხვადასხვა არ მინდა გამიგონო ამ თემაზე ჩვენ ალბათ ცალკე გვექნება სხვა დროს საუბარი, იმიტომ რომ ეს ძალზე მტკივნეული თემაა. მე ვიტყოდ იმდენად მტკივნეული, რომ აი შეიძლება შევადარო იეღოვას სექტის გაჩენა თუ აი როგორც თქვენ მედიცინის მუშაკი ბრძანდები და თუ ალბათ ადეკვატური იქნება ჩემი შედარება. რაღაცა ქრისტიანულ ორგანიზმში, ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ორგანიზმში მე სიმსივნე სახით მეჩვენება, რომელსაც უკვე მეტასტაზების გავლენა გატანა შეუძლია. და თუ კი რა მეტასტაზის ვახსენე, აი დღეს ამ დღეებში მათ აქვთ რაღაც კონფერენცია, არ ვიცი კონფერენციას თუ თავყრილობა. მგონი არის იქ გორის რაიონში, ჩვენ რაიონში, თქვენს რაიონშიც, ყველა რაიონში ახლა ფეხმოკიდებულები არიან ესენი. იქ არის სოფელი ორთაშენი, იქ სადაც მე ვიცი რომ მათ ბინა აქვს შეძენილი და იქ იკრიბებიან და ეტყობა იმ ერთ-ერთი ყრილობის ალბათ ერთ სექციური მუშაობა იქნება, ალბათ იქ ჩასატარებენ. მე რა მინდოდა მეკითხა ისე ბატონო. აი ეს მოხდა ფაქტი, თქვენ ძალიან კარგად იცით და ყველა მისი ჩვენმა მაყურებელმაც, რომ უარი თქვა სისხლის გადასხმაზე ავადმყოფა, რომელიც იღუპებოდა. აი ამ კონკრეტულად ამ მომენტს ეს არ იყო პირველი შემთხვევა და იყო განმეორდა კიდევ ასეთი ფაქტი, როდესაც უარი თქვა ავადმყოფა. აი როგორც ექიმი, როგორც ადამიანი და ქრისტიანი როგორ შეაფასებთ ამას? ახლა ბატონო ვასო, ნათქვამია თურაშაულის პატრონიო ტყეში მაჟალოს ეძებდაო. ეს და ქვეყანას, რომელსაც გააჩნია ისეთი დიდი სარწმუნოება, როგორც მართლმადიდებლური ქრისტიანული სარწმუნოება, სხვადასხვა სექტების გაჩენა უდაოდ ერისა და ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება. თუ ამ ქმედებას საიდან და როგორ ასე ვთქვათ, უჩნდება გამამაგრებელი ძალები, ეს უკვე სხვა დონის კვლევისა თუ ქმედების ასე ვთქვათ, საქმეა და ღონისძიებაა. მაგრამ რაც შეეხება სისხლის გადასხმას, მე პირადად მიაჩნია, რომ ადამიანის სულში ჩაძრომა, ერთი ადამიანის მეორე ადამიანის სულში ჩაძრომა და იძულება, რომ შენ ამ წამსისა უნდა იყო და ამ წმენსისა უნდა იყო, ესე იგი სულის თავისუფლებაში ხელისფათური არასწორად მიმაჩნია როგორც ადამიანს. მაგრამ წეგანაც თქვი, როგორ შეიძლება ასეთი ქრისტიანული მართლმადიდებლური სარწმუნოების ერმა თანდათანობით გაიჩინოს სხვადასხვა სექტები, რომლებიც ასე ვთქვათ, ანგრევს ქვეყანასაც, ერსაც და სახელმწიფოსაც. მეორე ისაა, რომ დღეს როცა ასეთი კოლოსალური გაჭირებაა და სოციალურად ასე ძიმე პირობებში ვართ, ამ საზოგადოებას საიდან აქვს შესაძლებლობა, რომ ესე იგი ნებისმიერ ღონისძიებებს ატარებენ, ესეც ალბათ რა ქვია სახელმწიფო კვლევის საგანია. რაც შეეხება სისხლის გადასხმას, ბატონო ვასო, მე უნდა მოგახსენო, რომ სისხლის გადასხმის ასე ვთქვათ, საქმემ ძალიან დიდი რევოლუცია მოახდინა მედიცინაში. მოგესალმებათ ყველა მწავე შემთხვევები, სადაც სისხლი იკარგება, სისხლის გადასხმის გარეშე მათი გადარჩენა შეუძლებელია. სისხლის გადასხმას ხმარობდნენ შორეულ წარსულიდან, მაგრამ მას ძალიან დიდი გართულებები ახლდა ხოლმე და ზოგჯერ უკუდახევასაც კი იწვევდნენ. ვინაიდან სისხლი მთლიან შესწავლილი არ აქვს და რა იწვევდა სისხლის გადასხმის დროს უარყოფით მოვლენებს, ასე ვთქვათ, თვით ადამიანის დაღუპასაც შეუძლებელი იყო, მაგრამ როცა დეტალურად გახდა შესაძლებელი, რომ დაედგინათ სისხლი რა არის, რამდენი სახისა, რა ჯგუფები აქვს, შიგრა ფაქტორებია და იმის დამიხედვით, რომელიც სისხლი გადაესხას ვის და როგორ, ეს რო დაზუსტა, მოხდა მართლაც რევოლუცია. და მართლაც უნდა ითქვას, მე ახლა სისხლის გადასხმასთან საკმაოდ ახლო კავშირი მაქვს, როგორც ქირურგს, სისხლის გადასხმამ ძალიან დიდძალი სიცოცხლე გადაარჩინა ჩვენ დასაბედნიეროდ. და სისხლის გადასხმაზე ამა თუ იმ წამსის გამო უარის ხმა, მე პირადად დანაშაულად მესაყრე. გეთანხმებით. იმაშიც გეთანხმებით, ბატონო ვასო, რომ ნებისმიერი რწმენის ადამიანი წამსისა ადამიანია და ჩვენ რწმენას არ ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს არის სექტა, რომელიც ქრისტიანულ რწმენაში არის შიგნით აღმოცენებული. ეს სხვა მხარეა. ახლა ერთი რამდენიმე ორი შეკითხვა, ესეთი ცოტა სხვა ხასიათის.
თქვენი კოლეგა ირაკლი მემაღარიშვილი მედიცინის სპეციალისტია რა, პროფესიით მედიკია. ის ახლა არის საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს მათი საქმეა და ბატონ ირაკლის საქმეა, მე არ ვამბობ ის კარგი მინისტრია, საგარეო ცუდი მინისტრი. ანაი თქვენთვის შემოეთავაზებინათ ანალოგიური სამსახური თქვა. აი ასეთი დიპლომატიური სამსახური წავხედოთ იქ. ბატონო ვასო, მე როგორ მოგახსენოთ? აი რაიონის პირობებში მე რამდენჯერე შემომთავაზეს რომ კენჭი მეყარა დეპუტატობაზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. ახლა მე შემიძლია დაჟე დავასახელო მათი გვარები და სახელები, მაგრამ კატეგორიული უარი უთხარი. რამდენადაც ის რაც არ შეგიძლია, იქ როგორ შეიძლება წავიდე. მე ღმათ მწამს რომ მე საგარეო საქმეთა მინისტრობა რო შემომთავაზო, ვერ შევძლებ იმას რომ ქვეყანის საქმე დავაყენო ძალიან მწვანე. ახლა მენაღარიშვილს რამდენადაც ვიცი, მას გარშემო ყავდა ისეთი ხალხი, რომლებმაც შეაძლებინეს ეს მინისტრობა და ართმევს თავს. აი, მაგრამ ბატონო ვასო, ჩვენთან დაძალება იციან მაინც თანამდებობაზე. აი, ბატონ გია არსენიშვილს დააძალეს, რომ გამხდარიყო სახელმწიფო. რომ დაგაძალონ მაინც და გითხრა, რომ ქვეყნის მართველი უნდა იყოს, თუნდაც პრეზიდენტი. რას გააკეთებთ პირველი? ბატონო ვასო, მე 70-იან წლებში დამაძალეს პოლიკლინიკის გამგებ ყოფილიყავ. სხვადასხვა 5 წელი ხელმძღვანელობდი პოლიკლინიკას და მე ჩემი სურვილით დავანებე თავი. და ორჯერ გამიყვანეს ბიუროზე, მოგეხსენება მაშინდელი პარტიის ბიურო რა იყო. დღესაც შემოჭრაში გდია დააწერეს, დაევალოს კომუნის კობახიძეს, გააგრძელოს პოლიკლინიკის გამგებ მუშაობა, მაგრამ აღარ გავაგრძელე. ესე რომ ის რის შესაძლებლობა მე არ მაქვს, ვინც არ უნდა დამაძალოს ნამდვილად. არა, მაინც რომ იყოს პრეზიდენტი რას მოვა, რას ისე პირად რას გააკეთებ. ძალიან ძლიერი საქმეა ბატონო ვასო, ჯერ თქვენ პრეზიდენტად დამნიშნეთ და მე მეგენა დაგაჩვენეთ რას გავაკეთებ. კარგი, ამის შემდეგ ვიფიქრებთ მაგ საკითხს, ბატონო ვასო. მე ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება და ახლა მე ერთ რამ მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს ხვალ ძვირფასო მეგობრებო, ხვალ ფერის ცვალებაა ბრწყინვალე შესანიშნავი დღესასწაული. ახლა ვინც ალბათ რუისში აპირებთ წასვლას იქ დღეობაა, რუისელებმა შემოგვითვალეს რომ ჩვენ გამოვსწორდით, ნუ ვეშინიათ ნურაფრისაო, აი გვალვამ გამოგვასწორა, გამოგვიყვანაო რაღაცნაირად. ისე რომ ჩაბრძანდით იქ ყოველგვარი შიშის გარეშე და არა მარტო რუისელებს. მინდა ჩვენს ქართულ ხალხს, ყველა ქართულ ხალხს გულით მიულოცო ეს წმინდა დღესასწაული. უსურო ბედნიერება და სიხარული. და ისეთი ფერის ცვალება დამდგარიყოს, რომ ფერი შეცვლოდეს როგორც ბაღებს, ვენახებს, ბოსტნებს, ბუნებას, ასევე ადამიანებთან დამოკიდებულებას ხელისუფლებისა. თვით ადამიანების ურთიერთობას და ისეთ დონეზე, რომ ის დიდი სიყვარული, რასაც ჩვენ ღმერთი ყოველთვის გვასწავლის, ყოველთვის შეგვძლებოდეს ადამიანებისა. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ, ხვალინდელ ლამაზ დღეებს გისურვებთ. ასევე მეც ძირფასო ტელემაყურებლებო, ვისურვებთ ბედნიერ ფერიცვალებას და მომავალ ფერიცვალებას მართლაც სასიკეთო ფერიცვალებით შევხედოთ. ოღონდაც ბატონო ვასო, ხვალ თქვენ სამუშაო არ მინდა რომ გქონდეთ ქირურგებს, გასაგები მიზეზების გამო, ხვალ თქვენც მინდა რომ დაბადეჟებული ბრძანდებით, აი ჩვენ ტელევიზია დაგვბადიჟეს იმაში რუისში, თქვენც ალბათ ასე რომ ქირურგებს სამუშაო არ გქონდეთ. ეს კეთილი გაგვით. მომავალ შეხვედრამდე ძვირფასო მეგობრებო. მადლობთ.